დავბრუნდით ეთერში, ბევრი სტუმრებით და რაც თავია, ეს სტუმრები არიან ძალიან ლამაზი გოგოები. სილამაზეზე ვისაუბრებ. Პაშუათი სალონი გძელდება. მიღება. ხო გავხსენით, დამავიწყდა დღეს სალონში მოვიპატიჟეთ ლამაზი ქალბატონები, უცებ წარგიდგენთ, რომ მე თემაზე გადავიდეთ. ჟურნალ ოკეის წარმომადგენლები არიან ანკა კიკალია ოკეის აღმასრულებელი დირექტორი და თეკალა იორდანიშვილი მარკეტინგის მენეჯერი. სალამი გოგონებო და კიდევ ბევრი სხვა გოგონებო. აქეთ იმიტირებული სალონი, როგორც თიკამ აღნიშნა, ფრჩხილების განსაკუთრებული პროცედურა, რომელზეც მოგიყვებით და ასევე თმა მე ვგიჟდები, როცა ორივეს ერთდროულად მიკეთებ. სერვისი კი. რასაც საფრთხილს იკეთე და თან თმას და მასაჟი დაამატე ზურგის ამას. გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა, დროის რამხელა ეკონომია არა? ფანტასტიკური, ამაზე კარგი იდეა არ მახსოვს. იდეაო თქვი და გჭირდება იდეა საახალწლო ფრჩხილებზე. იმიტომ რომ ერთ-ერთი დეტალია მნიშვნელოვანი, გავარწყველებ ამ ფრჩხილებს, ხელებს ვიყენებ. ყოველ შემთხვევაში მე აქტიურად საუბრის დროს. და განსაკუთრებული ფრჩხილები თუ მაგრამ სულაც არ არის ცუდი. რას გვთავაზობთ? საახალწლოდ. ამ ახალწლო ძალიან მოდური და ტრენდული არის, რომ გაფორმებული იყოს ფრჩხილები, სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებით. ხო, ელემენტებით. და ამას ჩვენი სტილისტი ერთ-ერთ გოგონას გაუკეთებს და შემდეგ შეგვიძლია რომ გაჩვენოთ. რომელსაც ასევე რა თქმა უნდა ფეშენისტაში დავწერეთ და ჩვენს კითხვა შეუძლია რომ ჩვენი ფურცლების მეშვეობით ნახოს და ასევე მოდურია და ტრენდულია. არა მხოლოდ საახალწლო. მე მინახავს არამედ მოდურიც. არ მახსოვს ვინ დადო ესეთი ფოტო, მაგრამ ვიღაცამ დადო ფოტო და ცალ-ცალ პატარა ნაძვის ხეები ეხათ. ინსტაგრამზე ძალიან ბევრია სხვათა შორის ახლა ხო მოხატული ფრჩხილები. მე კიდევ ერთი ერთმა ნიჭიერმა გოგონამ დადო, კიდე არ ვიცი, თერმომანიკური ფეთვარ ვსდები, რომ შედიხარ სხვადასხვა ტემპერატურაზე სხვადასხვა ფერი აქვს. ანუ დაწესებულებაში სხვა არის, გარეთ სხვა არის და ასე შემდეგ. ან ბევრი ალტერნატივა არსებობს, როგორც ჩანს. ამ შემთხვევაში რა არის აქ მოწოდებული და თვლებით გაფორმება? გაფორმებული მოხატვა და ანუ ნებისმიერ რასაც ეს აგრძელებულ ფრჩხილს განსაკუთრებულად მოუხდება ალბათ. გრძელ ფრჩხილებს უფრო უხდება რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ფრჩხილების მოხატვა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ძალიან ძველ დროს ეს ერთი პერიოდი იყო ცუდ ტონათაც ითვლებოდა, შემდეგ უფრო ისეთი გახდა მიღებული მისაღები და მერე გაქრა და ეხლა დაგვიბრუნდა მოდურ ტენდენციად. გეთანხმები, მე არ ვიცი რამდენად, მე საერთოდ ძალიან მინიმალისტური ფრჩხილები მომწონს საკუთარ თავზეც, თუმცა სხვაზე თუმცა წითლით ძალიან გიხდება რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ გავითვალისწინებ ამ რჩევას აუცილებლად. ნახოთ ამჯერად რა კეთდება, აქეთ ჩვენგან არ ჩანს და მოგვიყევი აბა. ხო, აქ ცოტა ბარიკადებია, მაგრამ თოლში არ ჩავარდე გვან. ესე იგი, ნახე, თუ აქვს ჩვენს მაყურებელს საშუალება, აქ ხდება წითელი ფერის სლაგზე, მოკლე ფრჩხილზე ულამაზესი თვლების მიმაგრება. ეს ხანგრძლივად შენარჩუნებადია ეს ფრჩხილი, ეს სანამ ლაქს არ ვიზუალი ერთი. სანამ ლაქს არ მოუშორებთ, მანამდე გვექნება. აქთან ერთად ფიქსირდება. სხვა ხეხვებს თავი უნდა ვარიდოთ და შესაბამისად შენარჩუნდება უფრო. Это долго წინასწარ გავაკეთოთ გოზინაყი, საცივი თუ რამე გვინდა საახალწლო. До 2 недель. 2-3 недели. ესე იგი, კონკრეტული გელის თუ დავამუშავებ, ორი კვირის განმავლობაში ეს თვლები შეიძლება გაძლო. ხო, მაგრამ გვანცე შენ აქეთ არ გესმოდა, გოზინაყი და საცივი მანამდე კეთდებაო და მერე ეს თვლებიო. ხო, მართალია, მაგრამ გოზინაყის და საცივის მერე ჭურჭელი გასარეცხია, მისახედია ო რა ვიცი. ამ დროს შემოდიან მეუღლეები დამხმარებათ, არა? აი კი. ნუ დაგვეხმარო, თვლების გარშემო იდეალურ ვარიანტში კი, პრინციპში. ან არის კიდე მეთოდი შილაკი და გელით. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანი. მოკრედით პრინციპში ამ ახალი წლის საღამოსთვის, ერთი საღამოსთვის ვემზადებით არ ვიცი. მხოლოდ ამ ერთი საღამოსთვის არა უშავს ახლა 2 დღის შემდეგ თუ არ იქნება ის თვლები არა? ის ხამე ხო იქნება. ხო, არა. აბსოლუტურად გეთანხმები. გავაკეთებ მაინც გოზინახს და მე ავრეცხავ ჭურჭელი. კარგი, გადავწყვეტ. ამიტომ მიმართა მინიმალისტურ მანიკიურს ამჯერად. ნუ მერე უკვე შესაძლებელია. მართალი ხარ, ესეთი ფერის მანიკიური შერაც გაქვს, უფრო დიდხანს ინარჩუნებს ამაშია საქმე. და ვარცხნილობებთან დაკავშირებით რა რჩევებს
გვაძლევთ ამ წინა საახალწლოთ ამ აი ჩვენ ყავს მოდელი უკვე შექმნილი მარცხნილობით, ხო? ძალიან ლამაზი გოგონა ჩემს გვერდით. შეგიძლია ესე თავი მოგვიტრიალო, რომ ნახოთ რა არის. რა არის წელს აქტუ? აჰა, ნახე რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. ამას რა ქვია? აი როგორ უნდა მივიდე და რა უთხრა? ანუ მე ვერ ვეწყვი, მოდი სტილის მითხოთ კიდე. ეს თქვენი ნახელავია, ხო? სტილისთან შეათარგმნა. კარგი, მაშინ მე მინდა აი სხვა დღეში გოგონა ჩვენეთ იმას რო ქონდა და რომ მარტივად მიგახვეწოთ რა უნდა ვთქვა. ამ მარცხნილობას რა ეს ამ წუთას 300-ზე თუ არის საუბარია, ჩემი გაკეთებულია და ძალიან მარტივად მივხვდები. რამე სახელი დავარქვათ რა. ყველა ხო არ მოვა ბუნებრივად. აი დახვეული თმა ალბათ არის სპეციალური დასახვევით დახვეული, მე როგორც ხვდები. სპეციალურად დასახვევი, ვინაიდან თმა უფრო ნაკლებად სჭირდება ამ ყველაფრის შემდეგ. ლაკი და ასე შემდეგ უკეთესი იქნება, რაც შეიძლება ბუნებრივი იყოს თმა, მაქსიმალურად ბუნებრივობა შეინარჩუნოს თმამ და არჩევანში გვაქვს აბსოლუტურად ყველანაირი სტილი, ძალიან თანამედროვეა და ტენდენცია ესეთი რეტრო სტილი. რეტრო? ანუ დაბრუნდა, გვაქვს ძალიან კარგი და ისეთი აქსესუარები, ანუ ნებისმიერი უბრალო მარცხნილობა შეიძლება რაღაცა აქსესუარით გადავაკეთოთ სასკმაოდ მალე. რომელსაც მოუხდეთ საახალწლო კაბას მაგალითად. ერთი შეკითხვა მაქვს სტილისთან. რა სიგრძეთმა სავალდებულო ამ სილამაზის მისაღებად? ანუ ძალიან ძელი არა, ძალიან გრძელი არა, ანუ მხრებამდე თმა საკმარისია რომ ეს ესეთი შევარქვათ რაღაცა სახელი ამ მარცხნილობასთან მომწონს შენი იდეა, რომ მე ადვილად გავაგებინე. კარგი, ამას ერქვას რას გავს? ლამაზი რაღაც ალღების გვერდული ნაკრები. არა, ერთ სიტყვიანი, რამე ყვავილი სახელი დავარქვათ. მოტრიალდი საყვარელო. გეორგინს გავს. გეორგინა? გეორგინები თავში. ეს გეორგინა. იცით რა მინდა გკითხოთ, თქვენთან რომ თქვათ მე მოვალ აი გვანცა ან ნინო ყველანი ვართ განსხვავებულები. ეხლა კი არის თქვათ რეტრო ტენდენცია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს, მაგრამ თქვენ ალბათ უნდა შემომთავაზოთ რა მომიხდება, იმიტომ რომ ამ გოგონას არაჩვეულებრივი პროფილი აქვს და აი ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანს და შეიძლება თქვენ სხვა რაღაცა შემომთავაზოთ და გააქვთ ეს ვარიაციები. ერთი და იგივე მარცხნილობას ყველას ვერ შესთავაზებთ. ბაიკო, შეხედე ამ გოგონას. იმიტომ მოგწონთ რომ ესეთი სიგრძის თმა არის ძალიან მოდაში ახლა მე როგორც ვატყობ, ბევრ ადამიანს შევატყვე რომ შეიჭრა სწორედ ესეთი სიგრძის თმა და რაღაც ბოლოსში არის მხოლოდ ისე ბუნებრივად დახვეული. იგივე ბუნებრივი შეიძლება გადააკეთოთ ძალიან ჩვეულებრივად და მარტივად შეგიძლიათ უცბად გადააკეთოთ საღამოს მარცხნილობა. ეხლა მითხარი, ძალიან ბევრმა შევიჭერით მოკლედ, მაგრამ რომ მოდაში იყო თუ არის, თუ როგორ იქნება თუ შენ რა გავაკეთოთ ახალი წლის ღამეს, რა ალტერნატივას გვთავაზობთ? ბევრი ვარ, ბევრი გოგონი მოკლედ მით. არის მოკლედ მისთვისაც საკმაოდ დიდი არჩევანი, შეიძლება რომ გაიკეთოთ ბუნებრივი დავარცხნილი, შეიძლება გაიკეთოთ ყოველდღიური, შეიძლება გაიკეთოთ საღამოს. ბუნებრივი დავარცხნილი და ყოველდღიური? მე ერთი ყოველდღიური და საღამოს. საღამოს რა, აი მითხარით, ახალი წელი რომ მოდის, მე რა გავაკეთო? მობრძანდეთ ჩვენთან და გავაკეთოთ. რა? არა, მაყურებლისთვისაც ხო გვინდა რჩევები თუ. მე ვფიქრობ, ბუნებრივი ლოკონები რო გავუკეთე, ძალიან ლამაზი იქნება, ცოტა მერლინ მონრო სტილში იქნება. ლოკონი ანუ დახვეული. ხო, დახვეული. აი ბუნებრივად რო აკეთებენ სავარცხლებს, ძალიან ლამაზი. ან შეიძლება უბრალოდ დანაყოფი შეიძლება. აქედან იქით ახლა უკვე ახალი წელი მოვიდა ჩემთან. ნახე, კონცა შევიცვალე უკვე. შენ წარმოიდგინე, მართლა შეიცვალე, იმიტომ რომ უკან რო გაქვს გადაწეული, უკვე აბსოლუტურად სხვანაირად. აი, როგორც იგივე ფჩხილასაც ფჩხილებზე ვამბობდი, შემინაც მაზეც იგივე ვთქვა, რომ საახალწლო საღამოს და ის ერთი კვირა იქნება თუ დღეებში განსაკუთრებით თმაზეც რაც გინდათ ის შეიძლება გაიკეთოთ. არის ჭყვიალა, ბზინვარე სათამაშოებივით, ნაძვი სათამაშოებივით ჭყვიალა თმის ლაკი არსებობს, ხო? არსებობს ფერადი ლაკები. ყველაფერს იტანს ახალი წლის ღამე და კვირა, ხო, საკარნავალოა და ამიტომ შეგიძლიათ ფერი რადიკალურად კი არ შეიცვალოთ, აი ესეთი მიმგენით დროები. გეთანხმები, მაგრამ თუ სასურველი მარცხნილობა გინდა, მაგრამ რაღაც ზედმეტი გაქვს მომატებული და აი ეს არ უხდება. ხო, აქ უნდა ჩავთვერდით, ჩვენ მეძებდით სახელს მარცხნილობის და მე ერთი ძალიან სახელით მომეწონა ეს ამბავი, მაგრამ გრძელდება სხვაობით. კეტოგენის დიეტა? კეტოგენის მარცხნილობა არ ვიცი, ვიფიქროთ, მაგრამ კეტოგენის დიეტა რა არის? სახელი მომწონდა, შენ არცი აღარ ვიცი. საინტერესო დიეტა არის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სულ თავაზობთ მომხმარებელ ახალ დიეტას.
ჩვენი მომხმარებელი განებიურებული ყავს, ამჯერად არის კეტოგენის. მომხმარებელი? ხო, ცდილობენ რომ ფორმაში იყვნენ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით, თვალყური ადევნონ და იყვნენ საქმის კურსში, რა არის მოდაში და რა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დატესტონ საკუთარ ეს კარგი დიეტა იქნება ალბათ, რომ სახელიც კი არამადი სამგზვრელია, ხო? კეტოზისი ზოგადად არის ისეთი ნივთიერებათა ცვლის პროცესი, როდესაც იწვება უფრო მეტი ცხიმი, ვიდრე გლუკოზა. ეხლა რა ხდება ამ დროს კეტოგენის დიეტა შედგება მაღალი რაოდენობის ცხიმებისგან, საშუალო რაოდენობის ცილებისგან და ძალიან დაბალი რაოდენობის ეხლა გეტყვით რა ნინო, შენი დიეტა აბსოლუტურად. ოღონდ ეხლა აქ არ არის, რა თქმა უნდა, საუბარი, თქვათ სიმინდის ზეთზე, იგივე სოიოს ზეთზე, ცოტა მაღალ კალორიულ პროდუქტზე. აქ არის საუბარი, თქვათ, ქოქოსის ზეთი, ავოკადო არ განიხილებოდა? კარაქი განიხილება, ოღონდ რაღაცა დონეზე, ისიც ძალიან დაბალი. სოფლის კარაქი ნამდვილად ვერ განიხილება დიეტაში. სადღაა კაი სოფლის კარაქი? ანუ ეს არის მინდა უბრალოდ ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ვიღაცის მიერ ერთხელ გამოცილი დიეტა, ეს არის სპეციალისტების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა აღმოჩნდა და გამოვლინდა, რომ ძალიან მოდაშია, ეს ყველაფერი მოდის ჰოლივუდიდან ხალხმა. კიდევ ერთხელ მაშინ რა, ესე იგი ცხიმები დავკონკრეტდები, რა ხდება. დაახლოებით ესეთი შემადგენლობა არის 65-30-5-ზე. ანუ მეტი რაოდენობა ცხიმი არის, სილა და ძალიან ცოტა ნახშირწყალი. მოგეხსენებათ, ნახშირწყლების მიღებით ორგანიზმში გროვდება, გარდაიქმნება გლუკოზად ნახშირწყალი. როგორც კი ამცირებ ამ ნახშირწყლების მიღებას, სისხლის შაქრის რაოდენობა მცირდება და ორგანიზმი თვითონ სასიცოცხლო ენერგიას იღებს არსებული პროდუქტისგან, დამატებითი კი არა. და ჩვენივე ცხიმებისგან. ჩვენი საკუთარი ორგანიზმის რესურს ვიყენებთ სასიცოცხლო ენერგიად. სუსტები და არ ბარბაცებთ. არა და რატო არა, ნინო, იცით, იმიტომ რომ ცხიმების დიდი რაოდენობა ფეხზე გვაყენებს. აბსოლუტურად ენერგიაზე ვართ, არ გვაქვს აი ეს შიმშილის გზნობა, რომ გინდა ცუთხასიათზე იყო ვიღაცა შეჭამო ფეხი გვაჭამო. ამ ზეც ასე ხო ვერ დავლებ, რას მივაყავ? არა, ეს არის საუბარი ხორცი ჭამა. გამოიყენეთ, საკვებში რა გამოიყენო. კვერცხი, ყველი. უბრალოდ არის ცოტა ქართველები არ ვართ მიჩვეული მსგავსი ტიპის ცხიმებს და მე თუ მკითხავთ უკვე დროა დავიწყოთ. დანაყრდებით აბსოლუტურად იქნებით ძალიან კმაყოფილები, ბედნიერები, არ იქნებით სუსტად გადავარდნაზე და ამავდროულად დაიკლებთ სასურველ კილოგრამებს. დიდი პერიოდი ჭირდება, რომ დაიძრას პროცესი. იცით რაშია საქმე? სავარაუდოდ არის რამდენიმე თვეზე საუბარი, მაგრამ უკვე 2 თვეში როგორც კი ოღონდ მკაცრად იცავ ამ წესებს, ისე რომ თქვათ, კამფეტებს არ ჭამ ღამღამობით ჩუმჩუმად. საკუთარ თავს რა ატყუება ხომ ისე რა არის? 25 კილოც კი. აი უკვე მომწონს ეს დიეტა ამ შეკითხვის და პასუხის შემდეგ, იცი რატო? აი მე რომ მივიღო პასუხი, რომ მესამე დღეს იკლებთ 5 კილოს, უკვე არარეალური და არასწორი და არაჯანსაღია. 2-3 თვე ითქვა, ეს არის სწორი, ესე იგი ორგანიზმი და არ არის შოკი ორგანიზმისთვის. აი ძალიან მიჭირდა რაღაც პერიოდში მიწევდა ფიტნეს ცენტრში მუშაობა და ძალიან გარკვეული ვარ ამ საქმეში, ჭიპი მაქვს მოჭრილი, შემიძლია ვთქვა. ძალიან მიჭირდა მომხმარებლამდე მიმეტანა სწორი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად მიჭირდა თინეიჯერებთან ბრძოლა, იმიტომ რომ იმათ საერთოდ ვერაფერს ვერ ვუმტკიცებდი და უნდათ მყისიერი კლება. აი თქვათ თვის თავზე 10 კილოგრამი და ვამბობდი რომ ნუ აი არ არის ნორმალური, არც რეკომენდირებული და ორგანიზმისთვის შოკია. შეიძლება დაიკლო ნამდვილად, არ ვიცი, თავი მოიკლა შიმშილი, აუცილებლად მოიმატებ, როგორც კი ჭამას დაიწყებ. თუმცა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ჰოლივუდის ვარსკვლავით, რომელიც მიმართავენ ამდენს, მაინც გადიან კონსულტაცია საკუთარ ექიმთან. მე აუცილებელი. ვინაობა მაინტერესებს, რომელი ჰოლივუდის ვიქტორია ბექემი, რაც მახსოვს. კიდე იყო ჩამონათვალში. კი, ანუ ხო ხვდებით, ესენი გარდა ცხოვრების წესია მათი ესეთი ყვება? აბსოლუტურად გეთანხმებით. გარდა იმისა, რომ თქვათ, კეტოგენის დიეტით არიან გატაცებული, ადრე ქონდა ჯეჯილის დიეტაც ასევე ძალიან. სულ რაღაცის ქვეშ არიან ესენი, არა აქვთ ამა თქვათ ლიმიტირებულად 7 დღეები, რომ ეს შეუძლია თავს მიცან საშუალება, რომ ყველანაირად იკვებო. ჩვენ გვაქვს მაგათ. ხო, თუმცა მე მახსოვს, რომ ანჯელინა ჯოლი ზედამეტებული სტრესებით
ზედმეტად იყო გატაცებული და წონის კლებამ ცოტა გატაცებაც იცის და მე უკონტროლო სიტუაციაც და ეს უნდა ვარეგულიროთ ჩვენ თვითონვე, იმიტომ რომ ეს დიეტა რასაც მოიცავს, ეს არის როგორც ყველაფერი კარგი ჯამთელი კვების რეჟიმი უბრალოდ. თავდაპირველად ეს შექმნეს ისეთი ბავშვებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ შეტევები ეპილეფსიის და დადგენილი არის, რომ ეს შეტევებს თქვათ ამცირებს, ასევე სასურველია იმ ხალხისთვის, ვისაც აქვთ მეორე ხარისხის დიაბეტი, რომ ორგანიზმში შაქრის დონე დარეგულირდეს და აუტიზმის მქონე ბავშვებს და მოზარდებისთვისაც ძალიან რეკომენდირებულია. თუმცა ეს ერთი ხელის აღებით ამას შენ თვითონ ვერ დაინიშნავ. სასურველია რომ ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ. ხო, ეს აუცილებელიც არის. და იმ ხალხს, რომლებსაც აქვთ ან ბუნებრივ კვებაზე ყავთ ბავშვები, ქალბატონებს, იგივე ორსულობა აქვთ, სასურველი არის რომ ასევე გინეკოლოგის დაკვირვების ქვეშ, ან ყველაზე მინიმუმ консультაცია მაინც იკითხონ შეიძლება. კარგი, დამასებაში ჩვენ სალონში კიდე რაღაც შედეგი დადგა მე როგორც ხედა. ახალი ვარცხნილობა შეიქმნა. ფრჩხილებზე გვაქვს რამე კიდევ სიახლე? გოგოებო. გაშრა? გვანცა, თხილამურები რატო არ წამოიღე ხო გითხარ? შეიძლება ვნახო შენი ფრჩხილები. ნახეთ თუ შეიძლება აი ეს ახარე. მე ლამაზი, აქედან ძალიან ლამაზი თითებია გოგონა. გილოცოხე. ესე იგი გელით და ეგრეთ წოდებული ფოლგით ხდება ამ Гелем мы наносим любой узор. გელით ნებისმიერ ორნამენტს ვაკეთებ და შემდეგ ვადებთ ფოლგას. ნახეთ და როგორი ლამაზია. ეს არის კლასიკური ეგრეთ წოდებული ფრენჩი მანიკური და ზევიდან ერთ თითზე აქვს შავი ძალიან წვრილი ლამაზი ორნამენტი. შეიძლება ვანახოთ ჩვენს მაყურებელს. Сейчас я уберу излишки фольги. ზედმეტ რაღაცებს абсолютно разных цветов. ავიღებო და შეგვიძლია სრულად სხვადასხვანაირი ფერით Эффектно смотрится как на френче, так и на любых других цветах. ამახაც ისე პაკაზად. სარემო კამერაში შეგვიძლია ვაჩვენოთ. აი, აქ. აი ეს. აბა დაგვანახეთ ჩვენ. აბა შევხედოთ. По желанию можно украсить стразами, блестками, ну, в общем, чем угодно, по желанию клиента. ყველაფერი შეგვიძლია ფრჩხილზე გავაკეთოთ, რასაც კლიენტი ისურვებს. იქეთ რა ლამაზი თმებია. თმებით ნახოთ. გვაჩვენეთ თქვენი ვარცხნილობაც. თმები ძალიან ჭარა. მოხდა რაღაც სულ 10 წუთში. გოგოები თუ მზად არიან, შეგვიძლია ვანახოთ კაბებიც, რომელიც თამუნაინგოროყვას ულამაზესი კაბებია. შეგვიძლია წლის ღამეს. მოკეთავარია არჩევანი გააკეთოთ ჩვენ გთავაზობთ ვერსიებს და გადაწყვეტეთ ახალ ღამეს როგორი ვარცხნილობით ფრჩხილების ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევებისთვის თქვენ დიდი მადლობა და ბედნიერ ახალ წელს დამდა გაგაცეს გისურვებთ ჩვენ კიდე გავაცეთ ეს ციებ-ცხელება ყველას წინ გვაქვს გოგოებო სხვა ბლოგში ამბობ ამ აკაუნტზე გემშვიდობები